მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. ეს მოკლე ვიდეო იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმათთვის, ვისაც უყვართ ტარო, როგორც მიყვარს ტარო მე ნამდვილად და ვისაც უყვარს საჩუქრები, მithumetes სამყაროდან და სრულიად მოულოდნელად. ჩვენ ახლა ძალიან ბევრჯერ საუბრობთ ხოლმე თემებზე, აი რას გიმზადებს სამყარო. მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ დაწერეთ აუცილებლად, აი რო არის ეს დღეური მადლიერების დღეური, ხო, მაგაზეც ბევრჯერ მომიყოლია თქვენთვის, როგორ უნდა იმაგეთ ისარგებლოთ. თუ გინდათ, რომ ნამდვილად სამყარო თქვენ გიპასუხოთ. ეს არის ძალიან მაგარი ტექნიკა, რომელიც მართლა მუშაობს და ახლა დღეს ცოტა პატარა მოკლე ისტორიას მოგიყვებით და მერე განახებთ, რა საჩუქრები მივიღე სამყაროსგან. მე ყოველ დღე წერ მადლიერების დღეურს და ყოველ დღე წერ იმას, რომ რაც მე უკვე რისთვისაც ვარ მადლიერი. თუნდაც შეიძლება ეს ჯერ არც არის, ხო? მომხდარი, მაგრამ მე ამით ვუცხადებ სამყაროს, რომ ნამდვილად ვარ მზად იმისთვის, რომ მივიღო სამყაროდან დიდი საჩუქრები, იმიტომ რომ მე ვარ მაგისი ღირსი, რატომაც არა, ხო? და ჩემო სიხარულებო, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოდის წერილი და წერენ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ თქვენ საჩუქარი გაგიკეთოთ. ნუ რა თქმა უნდა თავიდან გამიკვირდა. მეთქი ახლა მადლობა კი ბატონო საჩუქარი ვის არ გაუხარდება და თქვენ ვინ ბრძანდებით და ჩვენ ვართ გამომცემლებიდან პალიტრა L და გვინდა საჩუქარი მოგართვათ. ნუ სიმართლე გითხრათ გამიკვირდა. მეთქი რა უნდა მაჩუქოთ. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი წიგნები და არაჩვეულებრივი დასტები. კარგით მეოთხარი სიამოვნებით მივიღებ და გავიდა რამდენიმე დღე და აი ეს არაჩვეულებრივი ორი დასტა მოვიდა ჩემთან და თქვენ ახლა ვინც მე მიყურებ და მიცნობ, იცით რომ სიგიჟემდე მიყვარს როცა მჩუქნიან დასტები, აი სიგიჟემდე ეს არის რაღაც უკვე როგორც ნარკოტიკი რა, რომ ეგ იყვარს, მოგწონს და სასწაული მოხდა იმაში, რომ მე არც მოველოდე, აი არ ვიცი, ნუ არ მქონდა ეს ამისი მოლოდინი, მაგრამ ქართულ ენაზე ერთიც, მეორეც და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახლა ვინც ყიდულობს ტაროს, იცით რომ ყველას აბსოლუტურად, აი ასეთ, ანუ მე მიყვარს ორიგინალები, ეს არის ჩემი რაღაც ძალიან მიყვარს და მჩუქნიან სულ ჩემი მოსწავლეები ძალიან ხშირად. და ყველა აი ეს ყუთი რომ მოვა, თქვენ ახლა იცით რომ მე მაქვს აქ ბევრი რაღაც ყუთები, აქაც მე არსად არ ვაგდებ, მაგრამ იმათ ყველას მოყვება ასეთი წიგნი აღწერა, ხო? მაგრამ ნუ სამწუხაროდ მე ინგლისური არ ვიცი. მე ვიცი რუსული, ცოტა ქართული და არ ვიცი. ამიტომ ჩემთვის ახლა ვერ წარმოედგენს ვერაფერს დავუშვათ ის წიგნი, რომელიც მოყვება, მაგრამ აქ არის სასწაული იმაში, რომ ყველა აბსოლუტურად აღწერა მიდის ქართულ ენაზე. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ამ ორ საჩუქარს, ეს არის რაღაცა სასწაული ენერგეტიკის დასტები, პლუს კიდე მაჩუქეს აი ესეთი მედიტაციების წიგნი, არაჩვეულებრივი არის, ამასაც განახებთ ახლა და ასე აურები, ვისაც გაინტერესებთ და ეს ყველაფერი აბსოლუტურად ქართულ ენაზე, რაც მე ძალიან გამიხარდა. აი ასეთი ნაბორი მივიღე მე პირადად, სრულიად მოულოდნელად, ნამდვილად ეგრევე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის რეკლამა, ჩემი არავის არ უთხოვია, იმიტომ მე ვკითხე, რომ თქვენ რო გამომიგზავნეთ, მე აზრზე არ ვიყავით, თუ რამის გამომიგზავნიან, აი ისეც რომ მე აი ასე გავგიჟდები და გავხთოვანდები, მაგრამ არანაირი, არ აბსოლუტურად არ უთქვიათ ან რეკლამა ან რამე, უბრალოდ ეს არის ჩემი ინიციატივა, იმიტომ რომ მე საერთოდ ძალიან მიხარია ის, რომ ქართულ ენაზე არის, იმიტომ რომ მე მყავს უამრავი მოსწავლე საქართველოში ქართულენოვანი და რა თქმა უნდა, მინდა რომ მე მაგათ როცა ვისწავლე ჩვენ კლასიკას, ხო, რაც ახლა პრინციპში ახლა ყველაზე მთავარი, მე უკვე მათ შეეძლოთ ემუშაოთ სხვა დასტებთან და მით უფრო იცოდეთ რომ ორაკულები ძალიან განსხვავდება საერთოდ ტაროსგან. არის ზოგჯერ აი ბევრი სხვაობა, იმიტომ რომ ყველა ავტორი დევს რაღაცა თავის ინტერპრეტაციას დასტაში და ამიტომ ძალიან მაგარია, როცა აი ესეთი წიგნი რაც არის, ხო,
ხო? რომ არის უშუალოდ ქართულ ენაზე, რომ ადამიანმა არ იცვალოს. მე საერთოდ სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს აი ეს მოყოლილი წიგნები, იმიტომ რომ ზოგჯერ ახლა იქ სუსტ რაღაცები წერია, რომ რა ვიცი, იმიტომ რომ როცა კლასიკას ეხება დაუშვოთ და ამიტომ ეს, მაგრამ როცა არის ორაკული, ამას ყავს თავისი ავტორი, ხო? ამ ავტორს ჩაუდია რაღაცას ნიშნულოვანი ყველა არკანში. просто დაინახე ჯერ პირველ რიგში ეს ვარსკვლავი და ვარსკვლავური ტარო. რა საოცრება გუშინ ზუსტად ესე დროს მომივიდა ეს და ასე ჩემოსწავლეებს ვაჩვენებდი, გაკვეთილი ქონდა ჩვენ კონსულტაცია და ესე იგი ავტოანებულები ვიყავით ყველა ამ სილამაზეთ, იმით რომ ყველაფერი აბსოლუტურად წერეს. შეხედეთ, ანუ არის რაღაცა ზღაპარი დასტა, თან ხარისხი, მინდა აქცენტი გავაკეთო, ახლა მეორესაც გაჩვენებ. ანუ მინდა აქცენტი გავაკეთო, მე მაგ უამრავი დასტა, როგორც გითხარით, მე მიყვარს საერთოდ ორიგინალები. და ყოველთვის აი მინდა ხოლმე რომ იყოს, აი ნუ მე პირადად მიყვარს დიდი რომ იყოს, თვითონ აი თვითონ ბარათი რომ იყოს დიდი, პლუს კიდე ხარისხი, იმიტომ რომ შენ ახლა როცა მუშაობ, შენ ახლა ხშირად იყენებ, ხო? და რა თქმა უნდა ხარისხი გინდა რომ იყოს კარგი, აი გავგიჟდი, ისეთი ხარისხი ისე კარგად ხდება ხელში, ნუ რაღაცა სასწაული და ენერგიები ისე, აი რო ავიღე, აი რა ვიცი, მე და ჩემი მოსწავლეები ისე უყურებდით რომ გაგიჩებულები, იმიტომ რომ სასწაული, აი შეხედეთ როგორი ენერგეტიკა მოდის რა. გვერდხების 4-იანი, შეხედეთ რა ულამაზესი არის ჯერ საერთოდ და როგორ ეგრევე ეტყობა ბედნიერებაც და ყველაფერი და ნუ რაღაც აი სასწაული. ხარისხი არაჩვეულებრივი, ხო? პირველ რიგში აი ეს ამან სულ გამასულელა. პლუს კიდე ეს წიგნი შეხედეთ ყველაფერი ქართულ ენაზე, ყველა არკანი წერია და რა აქ ჩადებულია. თვითონ ავტორს ყველაფერი დევს აი აქ. თქვენ ჩვეულებრივად შეგიძლიათ წაიკითხოთ და არც დაიტანჯოთ რო იტყვიან რა, რომ აი რა არის და რო არის რა არის. რატომ ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გლიფები ხო შეხედეთ ახლა ყველაფერი აი აქ ჩაქრები ხო უნდა იცოდეთ ჩაქრებზე თან პლუს კიდე ნახეთ აი გამომიგზავნეს ასეთი წიგნი შეხედეთ თუ შენ დაუშვი დამატებით გაინტერესებს რამე გაიგო კიდე არის ეს ჩაქრები რა არის სიტყვაზე ან რაღაც შედიხარ და აი აქ ყველაფერს აბსოლუტურად გითხულობ შეხედეთ აბსოლუტურად ყველანაირი ახსნა ეგ медитациები. კი ბატონო, აგერ медитация. ნუ ეს ახლა ფლაიერები რაღაცები მომწეს, ახლა რა თქმა უნდა, რა ქვია, ალბათ რაღაცები უნდა დავწერო. მე აქ საინტერესო, ხო? ან ჩემი მოსაზრებები, ხო? და 5 არის არაჩვეულებრივი შესანახატად. ძალიან მაგარი არის, აი ნახეთ რამხელა 5 არის, აი ესე ჩაალაგებ, შეინახავ დასტას. არსად არ წავა, არსად არაფერი და არ გაფუჭდება, დიდი ხანს იქნება ხელში ძალიან კარგად ხდება, აი ძალიან კარგია. ნახეთ როგორი ლამაზია, აი просто ჯერ ფერი, ყველაფერი არის არაჩვეულებრივი. ეხლა მეორე დასტა ეს არის ბეჭდების ბრძანებელი. არის საკმაოდ აი რაღაცნაირი, იცით, აი ჯადოსნური გეფიცებით არის ძალიან ნახეთ საინტერესო ის კარგი არის რა, ეს მიყვარს როცა მოყვება ხოლმე დასტებს, იმიტომ რომ ადვილია მე ამოსაღებად. მაგრამ აი ეს არის კიდე უფრო ნახეთ სისქი აქვს უფრო მეტი ამას ცოტა და თან ნახეთ ეხლა მე ვფიქრობ ჩემი აზრით რომ ეხლა ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ამასაც ყავს აი ყავს მეთქი ამასაც აქვს ესეთი ბროშური სადაც აი ყველაფერი ქართულად იგივე როგორც გითხარით იქ შეგიძლიათ წაიკითხოთ მნიშვნელობები აბსოლუტურად ყველაფერი და ანუ მაგრამ მე ჩემი ვარაუდით რატომღაც ჯერჯერობით ასე ვფიქრობ რომ აქ არის ორი სისტემა ერთად გაერთიანებული ჯერ კიდე უნდა კარგად გავარკვიო ეს იმიტომ რომ საერთოდ weight-ებს და ასტებს ახლა უფრო არის ხოლმე ნახატები არა მხოლოდ მაღალი არკანები და დაბალი არკანებზეც უფრო ახსნილი მაგრამ აქ ცოტა არის ისე რომ ჯერ ვუყურებ ახლა მაგას ვსწავლობ ჯერ ახლა ამ დასტებს მაინტერესებს და მაგრამ აქ ყველაფრის ახსნას მაინც შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ, წავიკითხოთ, ეხლა ავტორი რას გულისხმობდა, როცა თქვა, აი დაუშვათ ესე გვსიანიერი თასების, ხო, აი აქ რა ჩადო მაგან, რა მნიშვნელობა უდევს უშუალოდ ამ ადამიანს, ხო? ჩვენ აქ შეგვიძლიათ ეს ვნახოთ. ეგაც ძალიან კარგი ხარისხი არის, აი რაღაცა სასწაული ნახეთ, როგორი საინტერესოა. აი ასე მოყვება ეს წიგნი.
ხო, ამაზე დღეს ახლა მე რომელიმე გადასტაზე გაგიკეთებთ გაშლას აუცილებლად და მინდა მადლობა გადავუხადოთ აი ასეთი დიდი საჩუქრისთვის, გინდათ სამყაროს, გინდათ გამომცემლობა პალიტრას, რომ აი ასე დამასაჩუქრეს და თქვენ ეს როგორც მე მომწერეს, მე ვკითხე რომ მაინტერესებდა ჩემო სწავლებს სად შეუძლიათ რომ შეიძინოთ, მაღაზია იცით კონდიბლუსი ხო, ყველგან აი სადაც წიგნები იყიდება და შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე, პალიტრას საიტზე და იქ აირჩიოთ ჩემო სწავლება გუშინ უკვე შევედნენ და უკვე დაათვალიერეს და ამიტომ თქვენს შეგიძლიათ თუ ვინმეს გიყვარდა გაინტერესებთ, აი ეს არაჩვეულებრივი ასეთი საჩუქარი მივიღე მე, თქვენს შეგიძლიათ შეიძინოთ აი ესეთი არაჩვეულებრივი დასტები და მადლობა სამყაროს და მადლობა გამომცემლობა პალიტრას. აი ესეთი და შემომწერეს ესეთი წერილიც კი მომივიდა და ძალიან დიდი მადლობა გაიხარა.